შვილი, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან იმყოფება. არასამთავრობო ორგანიზაციები ჯარისკაცების მასობრივი მოწამვლის ფაქტებზე საუბრობენ, როგორც პრაიმ ტაიმის პრესკლუბში ახალგაზრდა ადვოკატების წარმომადგენელმა არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, ჯარისკაცების მოწამვლის ერთ-ერთი ბოლო ფაქტი 2 ოქტომბერს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე დაფიქსირდა, სადაც 20 სამხედრო მოსამსახურე მოიწამლა. ქართული კვების კომპანიის მენეჯმენტი კი ქართველი სამხედროების საკვებით მოწამვლის ფაქტებს არ ადასტურებს. ახალგაზრდა ადვოკატები ეხმიანებით საჯარისო ნაწილებში ჯარისკაცების მოწამვლის მორიგ შემთხვევას, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზარზე პირველ ქვეით ბრიგადაში 20 ჯარისკაცის მოწამვლის შემთხვევით აღინიშნა. ამას წინ უსწრებდა სენაკის მე-11 ბრიგადის, საინჟინრო ბრიგადის და 31 ქარხნის ტერიტორიაზე საჯარისო ნაწილებში 320 ჯარისკაცის მოწამვლის ფაქტები. ჩვენი ინფორმაციით აღნიშნული შემთხვევები განპირობებულია საკვები პროდუქტების უვარგისობით და აგრეთვე სერიოზული პრობლემები გააჩნია ჰიგიენურ დონეს საჯარისო ნაწილებში. ჩვენ მივმართავთ ქართული კვების კომპანიას და თავდაცვის სამინისტროს, რათა გააძლიეროს ლოჯისტიკის უსაფრთხოების საკითხები. არ ვეთანხმებით იმ ციფრებს, რაც იყო გამოქვეყნებული ამ ბოლოდროინდელ სტატიებში. შემიძლია გითხრათ, რომ რამოდენიმე ხნის წინ განხორციელებული მოწამვლის შემდეგ ჯარისკაცები იყვნენ გადაყვანილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც უტარდებოდათ გამოკვლევები. 3 დღის მანძილზე ჩაუტარდათ მათ გამოკვლევები და ლაბორატორიულმა კვლევებმა არ დაადასტურეს საჭმლის მოწამვლა. ზოგადად დადგინდა ის, რომ ეს იყო დიარეა. დიარეა არის მოწამვლის ყველაზე მსუბუქი ფორმა, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული როგორც სანიტარული ჰიგიენური ნორმების დარღვევით, ასევე რამე ენტეროვირუსით.